მარტო მწვრთნელია პრობლემა? ეხლა ჩვენს გუნდში ნეტა მარტო ანუ მოედანზეც არის, ხო? იქ რა შეიძლება მწვრთნელი ეუბნება, რომ აქეთ გაიქეცე და კაცი აქეთ მირბის. არის ეგ პრობლემა? მოედანზე არა. ნახე, მოდი მე ვიტყვი და მე ფეხბურთი დამეთანხმებით ალბათ რომ არ არის მარტო 4-4-2 ან 4-3-3 ან რაღაც, ხო? ფეხბურთი არის ბევრი რაღაც ერთად. ერთობლიობაში. როგორ შარშანდელი წელი რო გავიხსენოთ, ხო? რა ხდებოდა მთელ საქართველოში, მთელი. მე არ ამგონია რომ შარშან მარტო ფეხბურთელები ან მწვრთნელი გავიდნენ. არ ამგონია კი არა ზუსტად ვიცი. შარშან ყველა ერთად გავიდა. ყველა ერთად გავედით ევროპის ჩემპიონატზე. ნებისმიერი სპორტი არის ემოცია. ყველა სპორტის დედავატირი აბსოლუტურად. აი რა ჩემი ფეხებია, რატომ უნდა ვუყურო ვიღაცა რომ ვიღაცას ეჭიდავება. რავი რა, ეჭიდა უნდა იყო. რატომ ვუყურებ? ვუყურებ იმიტომ რომ ვიღაცას ვქომაგობ, ვიღაცისთან ემოციური ბმული აქვს რაღაცა. მაგ და მაგიტო. იგივე ფეხბურთი, რავი. ლოკერენი ვესტერლო საქართველოს ნაკრებზე უარესად არ თამაშობს არც ერთი გუნდი. შეიძლება 1-2ჯერ ჩვენ ნაკრებს კარგ, მაგრამ შეიძლება ლოკერენ და ვესტერლუსაც უთამაშია, ძალიან კაი თამაშები. სამწუხაროდ არ მიმიდევნებია თვალ. ხო და რავი, ფეხბურთია, ისიც ფეხბურთია ესეც. რატომ არ ვუყურებთ ჩვენ ლოკერენი ვესტერლოს და რატომ ვუყურებთ საქართველოს ნაკრებს? იმიტომ რომ ამასთან ჩვენ ბმა გვაქვს. ჩვენია, გაიგე და ნახე 93 მალტას როდის ვეთამაშეთ ილოშები ყველაზე კარგად გემახსოვნება პირველ სახში 14 1994 წლიდან მე ხო ამხანაგური ერთ-ერთი ხო საშინაო თამაში არ მქონდა გამოტოვებული სანამ ფეხი არ მომაძრო ვიღაც შოტლანდიელმა და არ გაუმაზე შარშანწინ თამაში კოლინ ჰენდრიმ ხო და რატო იმიტომ რომ ეს არის ჩემი ნაკრები ჩემი ქვეყნის ნაკრები და მე ვაიგივებ ჩემ თავს იმასთან. დღესდღეობით გარდა ტაქტიკა სტრატეგია, ნახე, რაც არ უნდა კარგად დამიხაზოს მწვრთნელმა, რაც არ უნდა ესაკნას, ის ამბავი, რაც იყო შარშან, ის არის დაკარგული. ის აღარ არსებობს. და დღეს, ხარ ვიცი ეს როდის დაიდება, მაგრამ როცა ვწერს დღეს იყო თუ გუშინ ღამე იყო, რომ ჩვენს ერთ-ერთ ვარსკვლავს ეს გაუკვირდა. რომ უიმე რა არის? რაღაცა გულშემატკივრები აღარ გვიდგანან გვერდში. მე ვიყავი ერთ-ერთი პირველი მოწინააღმდეგე იმის რომ რაღაცა იქ რუსული კანონია თუ რა მე სულ არ მინდა რომ ხვიჩა კვარაცხელია, ჩაკვეტაძე ან ანზორ მექვაბიშვილი ერკვეოდეს რუსული კანონი, გამჭვირვალობის კანონი, იცი რა ეს პუნქტი სწორი არა, საერთოდ არ მინდა, სისულელეა. არანაირად არ უნდა ერკვეოდეს. მაგრამ დღეს ძალიან სხვა სიტუაციაა ქვეყანაში. და დღეს რამდენიმე ნახე 2010-იანებშიც კი საქართველოს ესპანეთის ყველა ბილეთი გაიყიდებოდა მალევე. აღარ გაიყიდა ეს ბილეთი. აღარ გაიყიდა. მე ძმაკაცი მყავს დიუსელდორფიდან, კახა გაბელაია ვენაცვალე მე იმას ყველა თამაშზე მოფრინავს საქართველოში. ანუ წარმოგიდგენთ გერმანიიდან ყველა თამაშზე მოფრინავს საქართველოში, ნახულობს თავის ოჯახს, თავის დაიკოს, მიფრინავს უკან. ყველა თამაში მოფრინავს და ყველა თამაში მე გოჩ გეხოცები ბილეთი ამიღებ. ეხა აღარ უთქვას, გო ჩავიღე ბილეთი მითხრა. აიგე რატო რა მოხდა? რავი 10,000 თამაში წაგვიგია აქამდე. მე ცხოვრებაში თამაში არ გამიმაზია საქართველოს ნაკრების. დახურული თამაშები რო იყო იმაზეც კი ვარ ნამყოფ შეპარული. ყაზახეთთან და უკრაინასთან დაინერთ. ხო და არ არის უკვე ეს ამბავი ნახე ეს თელმა ერმა ერთად მივიღეთ ეს ყველაფერი შარშან თელერს გაგვიხარდა ვიღაცებმა ჩაგვაშხამეს და დღეს ესე ჩაშხამებულები ვართ. ეს არ შეიძლება ხალხო რომ არ აისახებოდეს იმ ფეხბურთზე. ეს არ არის პოლიტიკური განცხადება ან რაღაცა და თუ გინდა იყოს რავი არანაირი პრობლემა არ მაქვს. ეს არის ზუსტად იმის გამოსახულება რა დღესდღეობით ქვეყანა არის. იგივე დღეშია ზუსტად საქართველოს ნაკრებიც. იმიტომ რომ არ შეიძლება ასე ხდებოდეს. იმიტომ რომ შენ როცა რაღაცისთვის იბრძვი და გავარ ბიჭო და რაღაცა იმ დედანატირები ვიღაც გუნდების თამაშებს ვუყურებ შენი ხათრით. იმიტომ კი არა რომ შენ მიყვარხარ, შენში მე მიყვარს საქართველო. აი რა არც ერთი ფეხბურთელი
კონკრეტულად არ მიყვარს. მასში მიყვარს საქართველო. აბა. იმიტომ რომ იქ ჯეო დაიწერება სადღაც, კაცო. Golden Ball-ის იმაში ჯეო დაიწერება სადღაც. ვიღაცა დროშას გამოფენს სადღაც. მე მასში მიყვარს საქართველო და შენ თუ ჩემში საქართველო არ გიყვარს? ხო, გოჩა და აი მაგის ნათელი დასტური ისაა, რომ აგერ მესხზე რო გერმანიის ნაკრები იყო ჩამოსული 21 წლამდეზე 20 კაცი იჯდა ტრიბუნაზე რა. ხო, ეგრესი ბრალია. ეგეც მაგის ბრალია. მაგის ბრალია ზოგადი განწყობის ბრალია რა. მე ეგრე მგონია. რა განწყობა აღარ აქვს ხალხს. ანაირად შეიძლება ხარ მართლა გერმანიის ნაკრებია, რავი, ახალგაზრდულებს ვავსებდით ჩვენ 90-იან არა, მომავალი ის არის გერმანიის ნაკრებია, მომავალი რა. აი ბატონო, თან რამდენიმე ფეხბურთელი იყო ეროვნულშის ნათამაშები ქონდათ იმ გერმანელებს. ხო, და აი ბაიერნში გავთ. ხო, იმათ თავიდანებო, გასო შენ შეი ნაკრები ხო და არის რა ზოგადი განწყობის ამბავი არის ეგა რა, მართლა ხო გეუბნები, აი უნდა გაითავისონ ფეხბურთელებმა, რომ ჩვენ არ უნდა დაგვაბრალონ გულშემატკივრებს არაფერი. ხო გეუბნები, აი ჩვენ ფეხბურთელი და ჩვენ გვიყვარს ის ჩვენ რადგან ქართველია, იმიტომ რომ ეხა რა ქვია ჯიკიაც კი არის ეს რა ქვია ქართველი ფეხბურთელი იდეაში ხო? რუსეთის ნაკრების ის არ ვიცი ხო იყო. რავი, რამდენი გულშემატკივრობდით მის წარმატებულ თამაშს, მე მგონი არც არ არის. არავინ. ხო და ეგ არის, ანუ ჩვენ ფეხბურთელი არა ძმაო, შენ კი არ მიყვარხარ. შენ იმიტომ მიყვარხარ, რომ შენ ქვეყანას წარმოადგენს. პრეტენზია რანაირად უნდა გამოთქვან, რომ აგერ ჯგუფი რო არის, ხო მაგების ჯგუფი, ხო? ხო თამაში აღარაა, რომ ქართველი იქ არ იყოს, ჯგუფი რო არ იყოს ქართველების, ხო? აგერ თავსმაწვემა იყო იმ ლევსკის სტადიონზე, გუშინ, ხო? მე მაგ გულგაერთა, ხო და ჩვენები უფრო მეტნი იყვნენ. ესე იყო პიპროზე, ესე იყო და უმეტეს ქალაქში ესე რომ ქართველები გულშემატკივარს არ უნდა გაებუტო რა ზოგადად გულშემატკივარი არის არა იცი როდის თავდება მაგ გულშემატკივარი რომ დაგიშვეს აი იქაა დამთავრებული უკვე ეს რა საქმე ხო და რა ვიცი ხა აბა ლივერპულის გულშემატკივარს გაებუტე აბა ხო აი აბა გაებუტე შენი აჯობებს იქ სხვა ფაქტია მოიშალა რა რაღაცნაირად ის მუხტი და ეს ძალიან ვრცელი თემაა, იცი? ძალიან ვრცელი თემაა. ძალიან მიყვარს მართლა, მაგრამ მიყვარს იმიტომ, რომ მე წარმოვადგენ საქართველოს, წარმოადგენ. როგორც კი შენ საქართველოს აღარ შენ როცა შენ აღარ ხარ საქართველო, გოდიში ძმაო, რა ვიცი. ხო, რასაკვირველია, აი მაგალითად ჩარევაა საჭირო. მაგალითად, აი ახლა თავდასხმელები უფრო პოპულარულები არიან საერთოდ და ეს ფეხბურთში ყოველთვის უფრო ძვირების და ასე შემდეგ. თუ კვარაცხელიაზე არ ვამბობ. გიორგი მამარდაშვილს მაგალითად წარმოდგენაც არა აქვს მე მისი გულ კი არ ვაყვედრი მე მისი გულისთვის რამდენი მინერვიულია რა რამდენი დაგიწერია დამიწერია კარგი ჩემი პროფესიაა დამიწერია რა რამდენი მინერვიულია ეს ხო პროფესია ნერვიულობა ხო პროფესია არ არის ხო და აი შენ გენაცვალე ჯიგარი ხარ ნახე ფეხბურთელი ირჩევს თავის პროფესიას და ის მოვალეა ანუ იმან მე არ უნდა დამაყვედროს რომ მე ძმაო ესე რომ ვითამაშე ანუ კონკრეტულად არავის არ ვამბობ კაცო ზოგადად ვაიძახ მე ძმაო ესე რომ ვითამაშე ამდენი რომ გავაკეთენ არა ეგ შენი პროფესია იყო და მე სხვა პროფესია მე ვარ ვიღაცა რავი სცენარისტი ვარ რა უბრალოდ ეს შენი გვერდში დგომა მე ავირჩიე ნახე პროფესია კი რა მე ავირჩიე გვერდში გიდგავარ ანუ ეს არ არის ჩემი მოვალეობა ის არის შენი მოვალეობა რომ ითამაშო სეივი გააკეთო გოლი გაიტანო ფეხებში ჩაუწვა ვიღაცას ის შენ გევალება და მე არ უნდა დამაყვედრო ის რომ მე ძმაო ამდენი გავაკეთე მე პირადად გაცილებით მეტი მაქვს გაკეთებული საქართველოს ნაკრებისთვის ვიდრე ნებისმიერ ჩვენ ფეხბურთელს იმიტომ რომ არ მევალებოდა მე და დღე და ღამე წვიმაში თხოვში თუ ჯანდაბაში ვიდექი და იმაშვებოდი კი მართალი ხარ კი იმიტომ რომ მე ეს არ მევალებოდა მე გვერდში გედექს და შენ გევალება კაცო შენ ეგ უნდა გააკეთო ეხა შენ რომ მოხვიდე ილო და მე რომ მითხარო რაღაც აი რაღაც იქ სცენარის ამბავში რაღაცა მე შენი ის არ მომეწონა რაღაც მე რა უნდა ისავქნა არ მოგეწონა და გავიგე არ მომეწონა ესე იგი რაღაცა ის არის ხო იმიტომ რომ ეს ჩემი საქმე იყო რა მე საქმე ავირჩიე და ეს არ არის დასაყვედრებელი კაცო შენ იმაში ხელფას იღებ კაცო რას მაყვედრი შენ იმაში იღებ ხელფას მე ხელფას არ ვიღებ პირიქით უამრავი ადამიანი რამდენი იცით ხალხო რომ ბანკის ვალებით გერმანიაში იყო წასული საქომაგოთ ნაკრების
რამდენი იცით რომ თავის შვილს მოაკლო და ისე წავიდა, იმიტომ რომ კი თავის პონჩი გაესწორებინა, რაღაცა ის თავისი ემოცია გამოეცა და მაგრამ ერთ-ერთი მთავარი მან რავი 70% ალბათ რა მაგ მოგზაურობაში რაც შეიძლება იყოს არის ის რომ ჩემებს დაუდგე გვერდში კაცო. მაგიტო იყო ძალიან ბევრი წამოსული. მამა ჩემის ძმა კაცი 70 წელს გადაცილებული კაცი ის იყო ბოლნისიდან წამოსული კაცო. ხო და იმიტომ იყვნენ რომ გვერდში დაგდგომოდნენ შენ და შენ არ დამაყვედრო ძმაო შენ თუ რაღაც ერთი ზედმეტად გადახტი. ეგ მაგაში შენ ბევრ ფულს იღებ. ცოტა უფრო მეც ვიდრე მე. და მე ხარჯავ იმაში რომ გვერდში დაგიჯერე. ცოტა მე რაღაცა მე როცა მინდა მხარს დაგიჯერე და როცა მინდა არ დაგიჯერ კაცო. თუ რამე არასწორად დავინახე არ დაგიჯერ მხარს და მორჩა. ეგ უნდა რაღაცაა თუ გაითავისო რა. ნემაპატიეთ. არა, კარგი, ესეთი. ეგ არის.